ჩურჩურსაც ვერ ბედავდნენ ხოლმე თქვენ კარგად მოგიხსენებათ თან მით უმეტეს სამეგრელოში ძალიან ისეთი მდგომარეობა იყო ხოლმე რომ არათუ პროტესტი არამედ სამზარეულოშიც კი ჩურჩურსაც კი ვერ ბედავდნენ კრიტიკულს ამიტომ ეს წარმოუდგენელია მაგრამ ნუ სამწუხაროა რომ საზოგადოებას მალე აღდება ის წარსული რა წარსულიც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას და ცდილობს რომ ეს თქვათ არ დააფასოს აწყმო ეს ძალიან ცუდია ეს ყოველივე და რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის უნდა დავაფასოთ ამ აწყმო ჩვენ დღევანდელი რეალობა რაც გვაქვს ჩვენ გვაქვს დღეს სიტყვის თავისუფლება ჩვენ შეგვიძლია რომ ვიამაყოთ იმით რომ ვართ შემდგარი ქვეყანა ვართ სუვერენული ქვეყანა და ისე როგორც არასდროს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის აქედან გამომდინარე არ შეიძლება მართლაც და ის უზნეობები რაც ახლა ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით ვიხილეთ ხო რომ ამ ყოველივეზე თავი დავხაროთ და ესე ვთქვათ გავატაროთ არ უნდა გავატაროთ და აუცილებელი არის რომ ამ ყოველივეზე კრიტიკულად უნდა მივუდგეთ ეხლა როგორ შეიძლება ჩვენ აი ხა ეს მაგალითად ეგრეთ წოდებული პერფორმანსი რომელიც იყო წარმოდგენილი თქვენ წარმოგიდგენიათ მართლაც და ანუ ფიტულს წვავენ და ამათ რო შესაძლებლობა მიეცეთ ესენი ნამდვილ ადამიანებსაც დაწვავენ ანუ ის დრო რაც იყო წინა წლებში წინა ხელისუფლების დროს გულისხმობ ხო იგივეს გააკეთებენ იმიტომ რომ მათი მიზანი მათი ამოცანა ეს არის რომ რევანშისტური მიდგომები რომ მე თუ მოვედი ხელისუფლებაში გაგანადგურებ და დარწმუნებული ვარ ამასაც იზავენ თუ მათ მიეცემათ ოდნავი შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ რომ ისინი ქართულ ხალხს გაანადგურებენ ამიტომ ვადონ ნიკოლოზ არ უნდა მიეცეთ იმის შესაძლებლობა ამ რევანშისტულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას და ვერც მიეცემა სანამ საქართველოში არ გამოჩნდება მართლაც ისეთი ოპოზიცია რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იქნებიან ეროვნულ პატრიოტიზმზე დაფუძნებული ოპოზიცია სხვა ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ვაი პატრიოტიზმი რომლებიც უკვე ხელისუფლებაში იყვნენ და ერთ წრეზე გვატრიალებენ ესეთი ადამიანების პოლიტიკაში გასაქანი არ უნდა იყოს და მე დარწმუნებული ვარ რაც იქნება